დიდი მადლობა. პირველ რიგში მიუღოთ ალბათ ჩემს კოლეგებს პრიზიორებს, ასევე ფინალისტებსაც და რაღაცნაირად ძალიან მიხარია, რომ ყველა მეორე სიტყვაში, ყველა მეორე გამოსვლის ერთ-ერთი თემა არის მზია და რა სულისკვეთებითაც იყო გამშვალული და არის გამშვალული ის მასალები, რომლებიც ფინალში მოხვდა, რომლებმაც პრიზი მიიღო, ეს ალბათ მეტყოლებს ძალიან ბევრ რამეზე, მეტყოლებს იმაზეც საგვართ ჩვენ, ქართული მედია დღეს და მეტყოლებს იმაზეც თუ რა სჭირდება დღეს ძალიან მხარდაჭერა, დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის და მე მგონი ესეც პატივი რომ წაგიკითხოთ მზიას წერილი. მოგესალმებით. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია იმ სივრცეში ყოფნა, თუნდაც ვირტუალურად, სადაც მეც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, მის მნიშვნელობასა და როლზეა საუბარი. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ეს შეხვედრა განსაკუთრებით ღირებული და წონედი მგონია იმის გამოც, რომ ის ევროკავშირის ორგანიზებულია. გაერთიანების, რომელიც იყო და მჯერა მომავალშიც იქნება მსოფლიოს უსაფრთხოების, სამართლიანობის, თანასწორობისა და კეთილდღეობის კომპასი. აუდიტორიას გახსოვს ალბათ 20 წლის მუსიკოსი ბიჭი, ერთ-ერთი იმ პოლიტპატიმრებს შორის, ვინც ქუჩაში ევროპული მომავლის მოთხოვნით გამოვიდა და დააკავეს. გახსოვთ რა სიტყვებით დატოვა მათე დევიძემ სასამართლო დარბაზი განაჩენის გამოტანის შემდეგ. მივდივარ სინათლის საძიებლად წყდიათში. ციხე ადგილი, სადაც გამოკეტილები ვართ, მართლაც წყდიათს გავს. აი სინათლე კი ამ ბნელ უსასრულობაში ჩემთვის ინფორმაციაა. ის ამბები, რომელსაც თქვენ კრიტიკული მედია ქმნით და როგორც სინათლე და მზის სხივი ისე შემოდის ჩემამდე. მადლობა ამისთვის. ფიქრობ, ამ დარბაზში ბევრი იდეალისტი უნდა იყოს, ჩემი ნაცნობ მეგობარი ჟურნალისტების მსგავსად. მათ რიგებში ვხედავდი საკუთარ თავს, ოღონდ მანამდე, სანამ დამაპატიმრებდნენ. დაპატიმრებამდე ვიყავი მიუკერძოებელი გამოცემების, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის წარმომადგენელი. მას შემდეგ კი რაც ხელბორკილები დამადეს და საზოგადოებისთვის საშიშ პირად, სისხლის სამართლის დამნაშავედ გამომაცხადეს, ასე მგონია პროფესიაც წამართვეს. იძულებული გავხდი სხვის ისტორიებსა და ფაქტებზე კი არა, საკუთარ თავზე მელაპარაკა. ხარედ მაგციეს. დიახ, როცა შენს უფლებებსა და თავისუფლებაზე გიწევს საუბარი, როცა უსამართლობასთან, უკანონობასა და უთანასწორობასთან გიწევს ბრძოლა როგორც მოქალაქეს და არა როგორც ჟურნალისტს, იქ მხარე ხარ. დღეს ჩემი კოლეგების, ჟურნალისტების ყოველდღიურობა დანაღმულ ველზე სიარულს დაემსგავსა. კრიმინალიზებულია ყველა ის ჯგუფი, რომელიც იბრძვის თავისუფალი და ეთიკური ჟურნალისტიკის გადასარჩენად. არ იქნება გადაჭარბებული ალბათ თუ ვიტყვი, რომ რეჟიმს თავისი რეპრესიული და მწული დამოკიდებულებებით ჩვენი პროფესიის, ჟურნალისტიკის მკვლელობა აქვს დაგეგმილი. დაუშვებს კი ამას ქართული საზოგადოება. მაგრამ მათაც ხომ ოლიგარქიის რეჟიმი პოლიტიკურად ავიწროებს, განათლების შესაძლებლობას უზღუდავს, სულიერი სამყაროსგან იზოლირებულ ცხოვრებას უგეგმავს. საქართველოს მოქალაქეების ვალდებულება საყოფა ცხოვრების სამომხმარებლო ინტერესებს გვიტოვებს. რა იქნება ხვალ? არ ვიცით. წესით უნდა იყოს ის, რაც ქართულ ხალხს გვინდა და არა ის, რაც ოლიგარქიის რეჟიმს და პუტინის რუსეთს. ქართულ ხალხს თავისუფლება და ევროპული მომავალი უნდა. მომავალი, რომელსაც არავინ გვაჩუქებს. ის ჩვენ უნდა შევქმნათ და მოვიპოვოთ. ღირს ამისთვის ბრძოლა. მადლობა მზია.